პარლამენტის შენობაში უკვე დასრულდა ღონისძიება და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მედიას ახლა გვატოვებინებენ შენობას. ისედაც შეზღუდული იყო სამუშაო სივრცე დღეს ჟურნალისტებისთვის. ჩვენგან 3 სართულით მაღლა მიმდინარეობდა ღონისძიება, რომელიც დაგეგმილზე ცოტა ხანს გაგრძელდა და უპრეცედენტოდ შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულად მცირე დროში დასრულდა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია, რომელსაც ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული, ასევე მაგნიცკის სიაში მოხვედრილი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი. ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიასთან მხოლოდ ამ ფორმით გამოჩნდა, ჩვენ ვართ 0 სართულზე, ის პირველ სართულზე გადაადგილდებოდა ირაკლი კობახიძესთან ერთად და შესაბამისად აქედან მქონდა მხოლოდ საშუალება, რომ კითხვა დაგვესვა მისთვის, მას ვთხოვეთ, რომ მედიასთან ჩამოსულიყო, ესაუბრა, რადგან ეს პირველი გამოჩენა იყო მისი დასანქცირების შემდეგ და ბუნებრივია გქონდა ინტერესი შეერთებული შტატების ამ მძიმე სანქციების შემდეგ, რაც შეცვლის ოცნების საპატიო თავმჯდომარე საკუთარ პოლიტიკაში, როგორ აპირებს კრიზისის განმუხტვას და როგორ იყენებს შანსს, რომ ამ სიიდან ის ამოიღონ სანქცირებულთა სიიდან. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ მოისმინა ჩვენი კითხვები, მას ესმოდა ბუნებრივია ჩვენი კითხვა, მე როგორც შევამჩნიე, მან შემოგხედა, შესაბამისად იცოდა რა იყო ჩვენი ინტერესი, თუმცა შენობა ისე დატოვა, რომ ჩვენს კითხვებს მან არ უპასუხა. არაპირებს ბატონო ბიძინა, რუსეთის სასარგებლო საქმიანობისთვის დაგასანქცირეს, არაპირებს რაიმე შეცვლას. ჩამოდით მედიასთან გვესაუბრეთ, ბატონო ბიძინა. არაპირებთ ახალი არჩევნების ჩანიშვნას. ამის შემდგომ კი ოცნების ლიდერებმა, შეიძლება ითქვას, რომ ოცნების ლიდერების პირით ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს და შესაბამისად ცვლილებები საკუთარ პოლიტიკაში დაგეგმილი არ არის. მართველი პარტიის ლიდერები დღეს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ აქვთ იმედი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რაიმე შეიცვლება და მაინც ამყარებენ მოკლედ 20 იანვარზე იმედებს. ისინი ამბობენ, რომ ეს ზეწოლის მექანიზმია ბიძინა ივანიშვილზე, სანქციას ჯილდოს შემდეგ ასე აფასებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილი ვერაფერს შეცვლის, მასზე ზეწოლა წარმატებული ვერ იქნება და ის ომში ვერ ჩაერთვება. ოცნება სწორედ ასე ცდილობს წარმოაჩინოს შეერთებული შტატების სანქცია, რომელიც მას დაეკისრა რუსეთის სასარგებლო საქმიანობისთვის და ქართული ოცნება ამას ახმოვანებს, ისე თითქოს შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს აიძულებს ომში ჩართვას. ჩვენ ბუნებრივია ასევე დავსვით კითხვა, თუ კი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი დატოვებს მას სანქცირებულთა სიაში, ეს შეიძლება თუ არა აღიქვას ქართულმა ოცნებამ ამგვარად, რომ ტრამპიც ასევე აიძულებს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ომში ჩართვას, თუმცა ამაზე კონკრეტული პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ და შესაბამისად ისევ ხელისუფლება ცდილობს ეს პროცესი წარმოაჩინოს ნაკლებ მნიშვნელობის მქონედ ქართულ პოლიტიკაზე. სანქციებს რა დაგვრჩა ექნება, მძიმე სანქციებია, თუმცა ჯერ კიდევ სივრცეს და შანსს უტოვებს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან შეცვალოს ქცევა. არის ომს ვერ დავიწყებთ. ეს შემიძლია გითხრათ, თავარი მიზეზი იმ სირთულეების, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევერთით ომს. პირველი იყო ჩვენი არჩევნები, რაც უკვე დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება. მეორე იყო ამერიკის არჩევნები და ესეც თითქმის დასრულების პროცესია, 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, როგორც მოგეხსენებათ, ანუ ახალი რეალობა იქნება სამ კვირაში აქედან და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. სამივე პირობის შესრულების შემდეგ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის შემსუბუქდება. ბატონი ბიძინასთვის ეს არ ახალია და ის ადამიანი მზად იყო, მან არაერთჯერ გააკეთა განცხადება საზოგადოებისთვის და ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ ვერანაირი მუხარა ან სანქცია მის გადაწყვეტილებებზე ვერ იმოქმედებს. შესაბამისად ის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა ნამდვილად, კონკრეტულად არაფერს არ ცვლის. ოპონენტებისთვის ეს არის გარკვეული ალბათ რაღაცა დამატებითი ბიძგი, დამატებითი ალბათ ინფორმაცია, რომელზეც მათ შეუძლიათ ააწყონ თავიანთი კამპანია. სამწუხაროა, როდესაც ეს შესაძლებელი გახდა, ეს ყველაფერი გამოყენებული არის ზეწოლის მექანიზმად, მაგრამ ცხადია, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ქართული ოცნების ლიდერი, მათ შორის საპატიო თავმჯდომარეც პირველ სამიზნედ, მის პირველ სამოქმედო საფუძვლად იღებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. შეგვიძლია დაასახელოთ კონკრეტული პიროვნება, სახელმწიფო და თანამდებობა
რომელიც არის პასუხისმგებელი ამერიკული დიპ სტეიტიდან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაფრთხილებაში. ჩვენ ვხედავთ იმ მოვლენების და მოქმედებების ჯაჭვს, რომელმაც გარკვეულწილად დააზიანა საქართველოს ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან და ეს ჯაჭვი არის ხილული, ეს ქმედებებიც არის ხილული, თუ ვინ დგას ამის უკან, ეს შეგიძლიათ თავად ეძიონ, სახელებიც, გვარებიც, თანამდებობებიც, ეს თქვენი ჟურნალისტები ხართ, შეგიძლიათ გამოიძიოთ. არის მუდმივი ზეწოლა, შანტაჟი, ხან კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებენ, ხან მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნის საკითხით, ხან პირადი სანქციებით, ჯერა იმისიც, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. როგორც მოისმინეთ, 20 იანვარი არის ისევ თარიღი, რომელზეც იმედებს ამყარებს ქართული ოცნება, მანამდე კი არაფრის შეცვლას ის არ აპირებს და უფრო მეტიც, დღეს ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დრომდეც იყო დე-ფაქტო დასანქცირებული და ახლა ეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა. ეს იყო ჩართვა პარლამენტიდან და რუსუდან დუმბაძე, მადლობა რუსუდან.